მოგესალმებით, ეს ვიდეო განკუთვნილია კურუებისათვის და გთავაზობთ 2025 წლის ტარო პროგნოზს. ნახოთ, როგორ იქნება კურუებისთვის 2025 წელი და ჯერ შევეხოთ, მოდი სასიყვარულო საკითხებს, ნახოთ სიყვარულში რა ელოდება კურუებს, შემდეგ ფინანსები და ბოლოს ზოგადი ფონი და ტაროს რჩევა. ნახოთ, როგორი წელი იქნება სასიყვარულო კუთხით კურუებისათვის. მინდა გითხრათ, რომ თქვენ სავარაუდოდ წელს ძალიან იკაშკაშებთ. იქნებით ძალიან მომხიბვლელი, ლამაზი, ქარიზმატული. შესაძლებელია თქვენ იგრძნოთ ერთგვარი მხარდაჭერა სამყაროსგან. მინიშნება და ხელი შეგეწყოთ თქვენს მიზნებში. აქ უნდა გახსოვდეთ ის, რომ მნიშვნელოვანია დადებითი ენერგიები, მნიშვნელოვანია იმედი, მნიშვნელოვანია პოზიტივით ახსავსეები იყოთ და გახსოვდეთ, რომ ყველა სურვილი ხდება, ჩვენს ყველა კეთილგანწრახვას აქვს დიდი მხარდაჭერა სამყაროსგან და აი ამ მხარდაჭერას და მფარველობას თქვენ ნამდვილად იგრძნობთ სამყაროსგან. თქვენს პირად ცხოვრებაში რაღაცა სიახლე შემოვა, გადადგავთ ნაბიჯს, პირველ ნაბიჯს და იგრძნობთ პირველ შედეგებს, ანუ რაღაცა პირველი ნაბიჯები გადაიდგება ამ მიმართულებით. სიტყვაზე გამოჩნდება ესეთი ადამიანი, ან რაღაცა ურთიერთობას დაიწყებთ, ან თქვენი ურთიერთობა რაღაც ახალ ეტაპზე გამოვანო, ხილული შედეგი ექნება თქვენს ოცნებას, თქვენს სურვილს პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით და გიგონებათ, რომ აი დასრულდა, ეს არის, ეს ის არის, ერთად ვართ ყველაფერი რიგზეა, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ეს იქნება მხოლოდ ეტაპი და ეს იქნება დასაწყისი. საბოლოოდ ეს გზა სად მიგიყვანთ, ეს არავინ არ იცის, მაგრამ შეგრძნების დონეზე შეიძლება ესეთ შეგრძნება გქონდეთ, რომ რაღაცა ეტაპი დასრულდა. რეალურად კი ძალიან ბევრი მოვლენებით დატვირთული გზა გელით. და აი ამ გზის მანძილზე თქვენ მუდმივად იგრძნობთ, როგორც გითხარით, სამყაროსეულ მხარდაჭერას. იქნება მოკლედ სიახლე, იქნება ახალი ემოცია, ახალი ჩანასახი თქვენს პირად ცხოვრებაში, ახალი ემოციების შემოვა და რაღაცა ახალ ეტაპზე გადავა თქვენი პირადი ცხოვრება და თქვენი ურთიერთობა. აი ესეთ იქნება კურუებისთვის პირადი. ნახოთ, რა გელოდებათ კურუებს ფინანსების კუთხით. კურუებო, მემზადეთ გარკვეული ცვლილებებისათვის 2025 წელს შესაძლებელია ადგილი გქონდეს ორი შემოსავლის წყაროს, შესაძლებელია გქონდეთ ორი სხვადასხვა შემოთავაზება, ორი სხვადასხვა სამსახური, ორი ფინანსების სხვადასხვა წყარო, ან გარკვეული ცვლილებები მოხდეს თქვენს ფინანსებთან დაკავშირებით და ეს იქნება დადებითი ცვლილებები. ძალიან კმაყოფილი იქნებით აი მოვლენებით, როგორც განვითარდება თქვენი ფინანსური მდგომარეობა. შეიძლება წლის დასაწყისში იმის ნაცვლად, რომ გქონდეთ ორი შემოსავლის წყარო, პირიქით გარკვეული სირთულეები გქონდეს და გიწევდეთ გადანაწილება ერთი ხარჯიდან მეორეზე, ერთი შემოსავლიდან რაღაცა აიღოთ, რაღაცაში დახარჯოთ და გადანაწილოთ ფინანსები, მაგრამ რეალურად რაღაცა შეიცვლება თქვენს ფინანსებში და ეს იქნება ძალიან კარგი დადებითი ცვლილება. ძალიან კმაყოფილი იქნებით. გაბწყინდებით თქვენი ფინანსური მდგომარეობით, გაბწყინდებით ემოციურადაც, ვიზუალურადაც და თვალხილული იქნება ეს თქვენი ფინანსური წინსვლა და ფინანსური კეთილდღეობა იქნება ძალიან ნაყოფიერი, ძალიან თვალხილული, ძალიან შთამბეჭდავი, ანუ თქვენი ფინანსური მდგომარეობით 2025 წელს იქნებით ძალიან კმაყოფილი და რაღაც ძალიან დიდი ეტაპი თითქოს დასრულდება თქვენს ცხოვრებაში, ან რაღაც ძალიან ახალ ეტაპზე გადახვალთ აი ფინანსებთან დაკავშირებით. შეიძლება
სიტყვაზე ჩახუროთ კრედიტი, ან მიიღოთ ძალიან დიდი თანხა, რითაც რასაკვირველია თქვენი ცხოვრება სრულიად სხვა დონეზე გადავა, სხვა ეტაპზე გადავა და შესაბამისად რაღაც როგორი წესითაც ცხოვრობდით, ის ეტაპი დასრულდება თქვენს ცხოვრებაში. ძალიან კმაყოფილი იქნებით, ძალიან ბედნიერი იქნებით. იგრძნობთ სამყაროსა უხარდაჭერას, წყალობას თქვენ ფინანსებთან დაკავშირებით. გილოცავთ მშვენიერი კარტებში ამოდივიდათ ფინანსებთან დაკავშირებით და მოდი ნახოთ ზოგადი ფონი და ტაროს რჩევა. ესე იგი, მიუხედავად იმისა, რომ ესეთი ფინანსურად ესეთი კარგი წელი გელით, მინდა გითხრათ, რომ ყურადღებით იყავით, ყურადღებით მოეკიდეთ თქვენს ქმედებებს, თქვენს გადაწყვეტილებებს, იფრთხილეთ, რაღაც ისეთ სიტუაციაში არ აღმოჩნდეთ, რომ რაღაცაზე ძალიან ბევრს წინასწარ ლაპარაკობთ და მე რაღაცები ისე არ განვითარდება, როგორც თქვენ გინდათ, რომ განვითარდეთ. ან რაღაცა ძალიან კარგი გეგმები გაქვთ, ძალიან კარგი იდეები გაქვთ და დადგებით და ყველაფერს გასცემთ და შეიძლება თქვენი იდეა მოგპარონ. შესაძლებელია თქვენ მოიქცეთ არაკეთილსინდისიერად, ან თქვენ მოგექცენ არაკეთილსინდისიერად. ანუ მაქსიმალურად შეეცადეთ, რომ პატიოსნად იმოქმედოთ, მაქსიმალურად შეეცადეთ, რომ თქვენ თვითონ აერიდოთ არაკეთილსინდისიერ, არაპატიოსან ადამიანებს და გარემოებებს და ის ენერგია, რომელთაც იქნებით თქვენ ახსავსე, ის მუხტი, ის ხიბლი, ის მომხიბლელობა, რითაც იქნებით ახსავსე თქვენ მთელი წლის მანძილზე, თქვენ და სასიკეთოდ მოიხმაროთ, იმიტომ რომ თქვენ ძალიან ენერგიული წელი გექნებათ, ძალიან შემართებით იქნებით სავსე, პოზიტივით იქნებით სავსე და ეს შემართება მოგიტანთ გამარჯვებას და აღსანიშნავად გექნებათ საქმე. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აი ამ პოზიტიურ მუხტს დაიჭერთ და გარისკავთ ოღონდ ჭკვიანურად, გარისკავთ ისე, რომ მაქსიმალურად თავი აირიდოთ, როგორც უკვე გითხარით, ტყუილებს, მატყუარ ადამიანებს, რაღაცა არაკეთილსინდისიერ გარემოებებს უნდა შეეცადოთ, რომ თავი აარიდოთ და აი ამ შემთხვევაში ეს თქვენი მუხტი და ენერგია მოგიტანთ გამარჯვებას და მოგიტანთ ძალიან კარგ შედეგებს. ესე იგი, ძალიან საინტერესო მოვლენები დატვირთული წელი გექნებათ, კუროებო. მადლობა ყურებისათვის, გისურვებთ წარმატებებს.